1996 წლის ივნისის დასაწყისში ქალაქ ნოვოკუზნეცკში მეთევზეებმა მდინარე აბაში საეჭვო ნარჩენები აღმოაჩინეს და ამის შესახებ მილიცია შეატყობინეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა წყლიდან ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები და თავის ქალები ამოიღეს. ამ საზარელი აღმოჩენიდან 2 დღის შემდეგ იმავე ადგილის მახლობლად კიდევ რამდენიმე ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. მათი შესწავლის შემდეგ სასამართლო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მოკლული იყო 6 გოგონა და 3 ბიჭი, რომელთა ასაკი 9-დან 14 წლამდე მერყეობდა. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ სხეულები დანისა და ხერხის გამოყენებით იყო დანაწევრებული, რომლებსაც მკვლელი პროფესიონალური სიზუსტით იყენებდა. კრიმინალისტი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ბავშვების მკვლელობა და მათი სხეულების მსგავსი სიზუსტით დანაწევრება ქუჩაში ვერ განხორციელდებოდა. მათი შეფასებით ბავშვები დახურულ სივრცეში იყვნენ მოკლულნი, სადაც მათი სხეულები დაანაწევრეს და შემდეგ სხეულის ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ამ საზარელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ქალაქში სწრაფად გავრცელდა. მოსახლეობა შოკირებული იყო, რადგან მსგავსი მასშტაბისა და სისასტიკის დანაშაული მანამდე არასოდეს ენახათ. ყველას მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა: ვის შეიძლებოდა ჩაეტინა ასეთი შემზარავი დანაშაული და რატომ? ნოვოკუზნეცკის პროკურატურისა და სისხლის სამართლის სამძებროს სამსახურების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საგამოძიებო ჯგუფი რამდენიმე ვერსიას განიხილავდა. მათი ვარაუდით, ბავშვებზე მონადირი მსხვერპლებს სავარაუდოდ სოციალურად დაუცველი და პრობლემური ოჯახებიდან ირჩევდა. იმ წლებში ასეთი ოჯახების რაოდენობა ქალაქში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრაქტიკულად გაჩერდა ნოვოკუზნეცკის მეტალურგიული ქარხანა, სადაც ათასობით ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. ამის შემდეგ ქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. ამ მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ქალაქში უსახლკარო ბავშვების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. მილიციის მონაცემებით იმ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 120 ბავშვი დაკარგულად ითვლებოდა. დაკარგული ბავშვების საპოვნელად, დამნაშავის გამოსავლენად და დასაკავებლად ასობით მილიციის თანამშრომელთან ერთად ძებნაში ადგილობრივი სამხედრო დანაყოფებიც ჩაერთო. მიმდინარეობდა საცხოვრებელი უბნების, მიტოვებული შენობებისა და ტყის მასივების მასშტაბური შემოწმება. მილიცია ასევე ამოწმებდა ფსიქიატრიული აშლილობის მქონე პირებს, სექსუალური დანაშაულებისთვის ნასამართლეებს და პრობლემურ ოჯახებს. თუმცა მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, მათ ვერც გაუჩინარებული ბავშვებისა და ვერც მკვლელის კვალს ვერ მიაგნეს. გამოძიების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ კიდევ 2 მოზარდი გაუჩინარდა. 14 წლის ელენა სახაროვა და 15 წლის ოლია ნიკიტინა. მილიცია გოგონებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებდა. მათ ყოველი შემთხვევისთვის ყველა დისკოთეკა, ახალგაზრდული კაფე და ბარი შეამოწმეს, მაგრამ გოგონების კვალს ვერსად ვერ მიაგნეს. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავე შესაძლოა ავტომობილით გადაადგილდებოდა და სწორედ მისი დახმარებით იტაცებდა გოგონებს. ამ ვერსიის საფუძველზე საგზაო პოლიციის ყველა დანაყოფს დაევალა დაუყოვნებლივ შეემოწმებინა ყველა მძღოლი, რომლის ავტომობილშიც ბავშვები ან მოზარდები იმყოფებოდნენ. ამ ოპერაციის ფარგლებში დაახლოებით 10 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ კერძო ტაქსის მომსახურებას ეწეოდა და მათი მომსახურებით ბავშვებიცა და მოზარდებით სარგებლობდნენ. გამოძიებამ მათი დანაშაულში მონაწილეობა ვერ დაადასტურა. შედეგად ისინი გაათავისუფლეს, თუმცა უკანონო სამგზავრო გადაყვანისთვის დააჯარიმეს, ხოლო თავად მძღოლები ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. მალე ბავშვების გაუჩინარებამ უფრო მასობრივი ხასიათი მიიღო. ზაფხულის არდადეგების დაწყებიდან შემოდგომამდე გაუჩინარებული ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გამოძიება ვარაუდობდა ამ დანაშაულებს ერთი ადამიანის ჩადიოდა, უკვე ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ასეთი მასშტაბის დანაშაულების უკან მხოლოდ ერთი დამნაშავე იდგა. პრესაში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა შემზარავი ისტორიები და სხვადასხვა ვერსია. გაზეთები წერდნენ მონსტრზე, ადამიანზე, რომელიც ბავშვებს იტაცებდა და კლავდა. მშობლები სრულ პანიკაში იყვნენ. ისინი მილიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ, რაც შეიძლება სწრაფად ებოვათ და დაეპატიმრებინათ დამნაშავე. ოპერატიულ სამძებრო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთი ვერსიის შემოწმება დაიწყეს. ხომ არ იყვნენ ბავშვები გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გატაცებულნი. რადგან ცნობილი იყო შემთხვევები, როდესაც გამტაცებლები გამოსასყიდის მიუღებლობის შემთხვევაში მსხვერპლებს კლავდნენ. იმ დროისთვის ქალაქში რამდენიმე კავკასიური კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებდა, თუმცა სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებული ჯგუფის წევრები კატეგორიულად
უარყოფდნენ რაიმე კავშირს ბავშვების გატაცებასთან, მით უმეტეს მათ სასტიკ მკვლელობებთან. ამ ყველაფრის ფონზე გამოძიებამ კიდევ ერთი საზარელი ვერსიის განხილვა დაიწყო. თუ ბავშვებს გამოსასყიდის მიზნით არ იტაცებდნენ, გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობები შესაძლოა ორგანოების შემდგომი ტრანსპლანტაციის მიზნით ხდებოდა. ეს უკვე სრულიად სხვა მასშტაბისა და ხასიათის დანაშაულს ნიშნავდა, სადაც შავ ბაზარზე წარმოუდგენლად დიდი თანხები ტრიალებდა. მსგავსი დანაშაულების ჩამდენები ცივსისხლიანი გათვლით მოქმედებდნენ და ყოველგვარ მორალურ საზღვრებს იყვნენ მოკლებულნი. ნოვოკუზნეცკსა და მთლიან კემეროვოს ოლქში გამოძიებამ ყველა საავადმყოფოზე, მორგსა და სამედიცინო დაწესებულებაზე ფარული მეთვალყურეობა დააწესა. პარალელურად სწავლობდნენ ყველა ქირურგისა და სასამართლო პათოლოგის პირად საქმეებს. ამავე დროს განსაკუთრებით მკაცრად კონტროლდებოდა საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო მოსკოვისა და რუსეთის სხვა დიდი ქალაქების მიმართულებით მიმავალი ავიამგზავრების პარკი საფუძვლიან შემოწმებას გადიოდა. საბაჟოს თანამშრომლები დეტალურად ამოწმებდნენ ყველა ნივთსა და კონტეინერს, რომელიც თეორიულად ადამიანის ორგანოების გადასატანად შეიძლებოდა გამოეყენებინათ. თუმცა ხანგრძლივი შემოწმების მიუხედავად, გამოძიებამ ორგანოების ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ვერსიის დასადასტურებლად ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. გამოძიება ჩიხში შევიდა. მრავალი ვერსიისა და ეჭვის გადამოწმების მიუხედავად გამომძიებლებმა დამნაშავის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. მათ მხოლოდ ერთი რამ იცოდნენ დაზუსტებით. ვიღაც ბავშვებს იტაცებდა, დაუდგენელი მოტივით კლავდა და მათ სხეულებს ქირურგიული სიზუსტით ანაწევრებდა. გამოძიების მიმდინარეობისას დაკარგული ბავშვების სულ უფრო მზარდი სიის შესწავლისას გამომძიებლების ყურადღება ერთმა უცნაურმა დეტალმა მიიქცია. დაკარგულთა შორის ყველაზე ხშირად სახელები ლენა და ოლია ფიგურირებდნენ, ხოლო ყველა გოგონა 11-დან 15 წლამდე ასაკის იყო. გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა ლენა და ოლია იმ გოგონების სახელები იყო, რომელთა გამოც დამნაშავე წარსულში არასრულ ძლონებზე სექსუალური ძალადობისთვის იყო გასამართლებული და ამ სახელების მქონე გოგონების მიმართ შურისძიების მოტივი ამოძრავებდა. ამ ვარაუდის საფუძველზე გამოძიებამ მილიციის საინფორმაციო ბაზების დეტალური შესწავლა დაიწყო. არასრულ ძლონებზე სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა შორის მხოლოდ ორი ადამიანი აღმოჩნდა, რომელთა მსხვერპლებსაც სწორედ ლენა და ოლია ერქვათ. ერთი მათგანი იმ დროისთვის სტავროპოლში ცხოვრობდა, ხოლო მეორე სასჯელის მოხდის შემდეგ თათრეთის რესპუბლიკაში იყო გადასახლებული. გამოძიება კი ვარაუდობდა, რომ მკვლელი ნოვოკუზნეცკში მცხოვრები იყო. ამის საფუძველზე გამომძიებლებმა ეჭვმიტანილთა წრემ მნიშვნელოვნად გააფართოვეს და ყველა იმპირის შემოწმება დაიწყეს, ვინც არასრულ ძლოვნების მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. გამოძიება ფიქრობდა, რომ მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებაზე ბრუნდებოდნენ, ხშირად საკუთარი მსხვერპლების მიმართ ღრმა სიძულვილი ჰქონდათ, რადგან ციხის არაოფიციალურ იერარქიაში ამ მუხლით მსჯავრდებულები ყველაზე დამცირებულ და მოძულე პატიმრებად ითვლებოდნენ. მათზე ძალადობა ან შეურაცხყოფის მიყენება თითქმის ნებისმიერ პატიმარს შეეძლო. სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ რომელიმე მათგანმა გათავისუფლების შემდეგ ამ დაგროვილი სიძულვილის გამო კიდევ უფრო შემზარავი დანაშაულების ჩადენა დაიწყო. გამომძიებლებმა ნოვოკუზნეცკსა და მიმდინარე რაიონებში მცხოვრები ყველა ყოფილი მსჯავრდებულის მონაცემების ხელახალი გადამოწმება დაიწყეს. ოპერატიული ჯგუფები ამოწმებდნენ მათ საცხოვრებელ ადგილებს, ცხოვრების წესს, სამუშაო ადგილებსა და ნაცნობების წრეს. თუმცა მიუხედავად ასობით ადამიანის გადამოწმებისა, გამოძიება კვლავ ჩიხში იყო. არც ერთ ეჭვმიტანილზე არ მოიპოვებოდა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მას ბავშვების გაუჩინარებასთან და მკვლელობებთან დააკავშირებდა. ქალაქში კი შიში სულ უფრო ძლიერდებოდა. მშობლები ბავშვებს მარტო გარეთ აღარ უშვებდნენ. სკოლებიდან დაბრუნებულ მოზარდებს უფროსები ხვდებოდნენ და სახლამდე აცილებდნენ. ქალაქში ყველა ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან იცოდნენ, რომ მათ შორის თავისუფლად გადაადგილდებოდა შემზარავი სერიული მკვლელი, რომლის მორიგი მსხვერპლიც შესაძლოა მათი შვილები გამხდარიყვნენ. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ადამიანების სიფრთხილის მიუხედავად, ბავშვები ისევ უჩინარდებოდნენ. ყოველი ახალი დაკარგული ბავშვის შემდეგ გამოძიებაზე ზეწოლა იზრდებოდა, თუმცა დამნაშავე თითქოს ერთი ნაბიჯით წინ იყო. ის კვალს არ ტოვებდა და არც მოწმეები არსებობდნენ. ყოველ ახალ დანაშაულთან ერთად სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ გამომძიებლები შემთხვევით დამნაშავეს არ ეძებდნენ. მათ საქმე ჰქონდათ უკიდურესად ფრთხილ, გამოცდილ და ცივსისხლიან სერიულ მკვლელთან. ნოვოკუზნეცკში მცხოვრები ეჭვმიტანილების დახასიათებისა და ბიოგრაფიული მონაცემების დეტალური ანალიზის შემდეგ გამომძიებლებმა ყურადღება ერთ კონკრეტულ ადამიანზე გაამახვილა. ეს იყო 40 წლის გრიგორ
გრიგორი გურკინი, ტაქსის მძღოლი, რომელიც ბოლო პერიოდში ბაზარში ყასბად მუშაობდა. როდესაც გამომძიებლებმა მის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ გადაამოწმეს, მოულოდნელი დეტალი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ გურკინი ერთხელ უკვე იყო მოხვედრილი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში. იმ ოპერაციის დროს, რომლის ფარგლებშიც ამოწმებდნენ მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილით ბავშვები ან მოზარდები გადაჰყავდათ. სწორედ ამ შემოწმების დროს მას მანქანით ორი მოზარდი გოგონა გადაჰყავდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიებამ დაუყოვნებლივ დაიწყო მისი ფარული მეთვალყურეობა. ყოველ დილით ის ბაზარში მიდიოდა, ხორცს ამუშავებდა და ყიდდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი როგორც წესი პირდაპირ სახლში ბრუნდებოდა. თუმცა ერთ-ერთი თვალთვალის დროს გურკინმა დილით მოულოდნელად შეცვალა ჩვეული მარშრუტი. სახლიდან გამოსული ბაზრის ნაცვლად სრულიად საპირისპირო მიმართულებით გაემართა. ოპერატიულმა თანამშრომლებმა დროულად ვერ მოახერხეს რეაგირება და ყასაბი თვალთახედვიდან დაკარგეს. იმ საღამოს გურკინი სახლში არ დაბრუნებულა. მეორე დილით კი მილიციაში მისმა მეზობლებმა დარეკეს. მათ შეატყობინეს, რომ გრიგორი გურკინის ოთახის კარის ქვემოდან სისხლი ჟონავდა, ხოლო ბინიდან გაფუჭებული ხორცის მძიმე სუნი გამოდიოდა. ადგილზე მისულმა მილიციამ კარი შეამტრია. ბინაში არავინ იყო. იატაკზე რამდენიმე ჩანთაიდო, რომლებიც გაფუჭებული ღორის ხორცით იყო სავსე. მათ ქვემოთ კი სისხლის გუბე იდგა, რომელიც ბინის კარიდან გარეთ მიედინებოდა. მალევე გაირკვა, რომ იმ დღეს, როდესაც მილიციის თანამშრომლებმა გურკინი თვალთვალის დროს დაკარგეს, ის ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში იმყოფებოდა. მისი ბინის ჩხრეკისა და მასზე მოპოვებული ინფორმაციის სრულად გადამოწმების შემდეგ გამოძიებამ მიხვდა, რომ გრიგორი გურკინი არ იყო ის საზარელი სერიული მკვლელი, რომელსაც ისინი ეძებდნენ. გამოძიების უშედეგო მცდელობების პარალელურად ქალაქის ერთ-ერთ სასაფლაოზე კიდევ ერთი უცნობი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. პანიკაში მყოფ მოსახლეობაში ყოველი ახალი შემთხვევის შემდეგ სულ უფრო შემზარავი ჭორები და ისტორიები ვრცელდებოდა. ადამიანები საუბრობდნენ მკვლელ მოჩვენებაზე, ვამპირებსა და სატანისტებზე. გავრცელდა ხმები, რომ ქალაქში მოქმედებდა საიდუმლო სატანისტური ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებისა და უსახლკაროების შემზარავ რიტუალურ მკვლელობებს ჩადიოდა, რათა ქალაქში ქაოსი და შიში დაეთესა. ეს ვერსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც სასაფლაოს მახლობლად ახალი ამოუცნობი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. გამოძიებამ ამ მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა. მალევე დაადგინეს, რომ ნოვოკუზნეცკში მართლაც არსებობდა სატანიზმით გატაცებული ახალგაზრდების ჯგუფი, რომლის წევრებიც ერთ-ერთი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მოსწავლეები იყვნენ. თუმცა მათი გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მათი სატანიზმი მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ ატარებდნენ შესაბამისი სიმბოლიკით გაფორმებულ ტანსაცმელსა და გატაცებული იყვნენ ჰევი მეტალის მუსიკით. და მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მოზარდების გაუჩინარებებსა და მკვლელობებთან. სანამ გამოძიება სატანისტების ვერსიას ამოწმებდა, სერიულმა მკვლელმა მორიგი საზარელი დანაშაულით კიდევ ერთხელ შეახსენა ქალაქს თავი. ქალაქის ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდა ქალის დანაწევრებული სხეული აღმოაჩინეს. მოჭრილი თავები დაზიანებული არ იყო და გამომძიებლებმა მოკლოლების ვინაობის დადგენა შეძლეს. ისინი იყვნენ ნოვოკუზნეცკში მცხოვრები 22 წლის ელენა პეტროვა და 21 წლის ელენა საველიევა. გამომძიებლებისთვის ეს შემაშფოთებელი ნიშანი იყო, რადგან მკვლელმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებს კლავდა, სავარაუდოდ სამიზნე შეცვალა. გამოძიების ვარაუდით სერიული მკვლელი მხოლოდ ბავშვებითა და მოზარდებით აღარ შემოიფარგლებოდა. მისი მსხვერპლი უკვე ნებისმიერი ადამიანი შეიძლებოდა გამხდარიყო. ნოვოკუზნეცკში მომხდარმა ამ საზარელმა დანაშაულებმა მოსკოვში მწვავე რეაქცია გამოიწვია. შინაგან საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ მკვლელი უმოკლეს ვადებში დაეკავებინათ. ამ განკარგულების საფუძველზე გამოძიებაში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს ყველაზე გამოცდილი თანამშრომლები ჩაერთვნენ. შემუშავდა ფართომასშტაბიანი ოპერატიული სამძებრო გეგმა, რომელიც ეგრეთ წოდებულ ტოტალურ ძებნის მეთოდს ეფუძნებოდა. ასობით ოპერატიული თანამშრომელი, უბნის ინსპექტორი, მილიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ამოწმებდა ყველა ქუჩას, ყველა საეჭვო სახლს, სხვენსა
და სარდაფს. ამასთან ერთად გაძლიერდა კონტროლი ბაზრებზე, რკინიგზის სადგურებსა და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში. პარალელურად ოპერატიულ შტაბში მთელი ქვეყნიდან შემოდიოდა ინფორმაცია მსგავსი დანაშაულების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ მუშავდებოდა და ანალიზდებოდა. მიმდინარე მუშაობამ გარკვეული შედეგები გამოიღო. მილიციამ ბევრი დაკარგული ბავშვი ცოცხალი დაუნებელი იპოვა. ყველა მათგანი პრობლემური და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან იყო, თუმცა გაუჩინარებული კიდევ 8 გოგონასა და 5 ბიჭის კვალს ვერსად მიაგნეს. ამ ყველაფრის პარალელურად კი კიდევ 6 სკოლის მოსწავლე გაუჩინარდა. ამჯერად ისინი აღარ იყვნენ უსახლკარო ან პრობლემური მოზარდები. გარდა ამისა, ისინი ქალაქის გარეუბანში ან ტყეში ყოფნის დროს არ გაუჩინარებულან, არამედ ქალაქის ცენტრიდან გაქრნენ. სერიული მკვლელი უკვე დღისით მოქმედებდა, მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ არც ერთი მოწმე არ არსებობდა. 1996 წლის 24 სექტემბერს ქალაქში კიდევ 3 არასრულწლოვანი გოგონა გაუჩინარდა. გაირკვა, რომ 13 წლის ანასტასია ბურნევა, 13 წლის ევგენია ბარაშკინა და 15 წლის ოლგა გალცევა, რომლებიც ერთ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მშობლებისა და ექიმების გაუფრთხილებლად სასეირნოდ გავიდნენ და გაუჩინარდნენ. მათი ძებნის მესამე დღეს გამომძიებლებმა მოზარდის მოკვეთილი თავი იპოვეს. ის დაკარგული გოგონების მშობლებს აჩვენეს, რომელშიც ერთ-ერთმა დედამ საკუთარი ქალიშვილი ანასტასია ამოიცნო. ოპერატიულმა თანამშრომლებმა დაიწყეს ყველა იმ ადგილის შემოწმება, სადაც გოგონები საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ შესაძლოა წასულიყვნენ. ამ სამუშაოების დროს პიონერის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა ფოტოებით დაკარგული გოგონები ამოიცნო. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ გოგონები მის მაღაზიაში იყვნენ და როდესაც წასვლას აპირებდნენ, მათ ხანში შესული ქალი მიუახლოვდა. რაღაც სთხოვა და სამივე გოგონა მასთან ერთად გავიდა მაღაზიიდან. ქალის აღწერილობის მიხედვით ეს იყო დაახლოებით 60 წლის დაბალი ტანისა და სრული აღნაგობის ქალი, რომელსაც ხელში ჩანთა ეჭირა. მოწმის ჩვენების საფუძველზე უცნობი ქალის ფოტორობოტი შეადგინეს. შედგენილი ფოტორობოტი კი ქალაქის ყველა უბნის ინსპექტორს დაურიგეს. ერთ-ერთმა უბნის ინსპექტორმა შენიშნა, რომ ფოტორობოტზე გამოსახული ქალი ძალიან ჰგავდა ლუდმილა სპესივცევს, რომელიც ერთ დროს პიონერის ქუჩის 53 კორპუსის 357 ბინაში ცხოვრობდა. ამ მისამართზე სამართალდამცველებს ხშირად იძახებდნენ, რადგან ქალს მეზობლებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა, ხან ქვედა სართულზე წყლის ჩასვლის, ხან კი ხმამაღალი მუსიკის გამო. გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ მას ჰყავდა ვაჟი ალექსანდრე სპესივცევი, დაბადებული 1970 წელს, რომელიც არსებული ინფორმაციით ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. მილიციამ გაარკვია, სად მუშაობდა ლუდმილა სპესივცევი და სამსახურში მიაკითხა. იქ მათ შეატყობინეს, რომ ქალს 2 დღით ადრე დაეტოვებინა სამსახური და საბავშვო ბაღთან არსებული საცხოვრებელი ოთახით, სადაც დროებით ცხოვრობდა. ამის შემდეგ გადაწყდა მისი ძველი ბინის შემოწმება პიონერის ქუჩაზე, თუმცა ბინის კარი არავინ გაააღო და მილიციამ იფიქრა, რომ ქალი იქ არ იმყოფებოდა. რადგან ლუდმილა კვლავ მის სამართზე იყო რეგისტრირებული, უბნის ინსპექტორს დაევალა პერიოდულად მიეკითხა ბინისთვის, იქნებ ქალი გამოჩენილიყო და გოგონების გაუჩინარებასთან დაკავშირებით დაეკითხათ. 1996 წლის 24 ოქტომბერს გამოძიების საქმეში მოულოდნელი რამ მოხდა. სანტექნიკოსების ჯგუფმა, რომელსაც კორპუსში ზამთრის გათბობების სისტემების პროფილაქტიკური შემოწმება უნდა ჩაეტარებინა, მილიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ პიონერის ქუჩის 53 ნომრის 356 ბინის ბინადარი მათ ბინაში არ უშვებდა. მამაკაცი ეუბნებოდა, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი იყო და სახლში გარედან ჰყავდათ ჩაკეტილი. მილიციამ იცოდა, რომ აღნიშნულ ბინაში მცხოვრები ლუდმილა სპესივცევის შვილი ალექსანდრე სპესივცევი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. ამიტომ ეს ინფორმაცია მათ საეჭოდ მოეჩვენათ. ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, რათა გაერკვიათ, ნამდვილად გადიოდა თუ არა ალექსანდრე სპესივცევი ფსიქიატრიულ მკურნალობას. თუმცა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამომძიებლებს აცნობეს, რომ ალექსანდრე სპესივცევი კლინიკიდან უკვე 2 წლის წინ იყო გაწერილი. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი დაუყოვნებლივ გაემართა პიონერის ქუჩისკენ. ადგილზე მისულ მილიციას სადარბაზოში სანტექნიკოსები დახვდნენ, რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ ბინაში მყოფი მამაკაცის დარწმუნებას, რომ ისინი შიგნით შეეშვა. მამაკაცმა არც მილიციას გაუღო კარი, რის გამოც სამართალდამცველებს შესასვლელი კარის ძალით შემტრევა მოუწიათ. კარის შემტრევისთანავე ალექსანდრე სპესივცევი აივანზე გავარდა, სახანძრო კიბით ქვემოთ დაეშვა და გაქცევა მოახერხა. ბინაში შესულ მილიციას შიგნით საზარელი სანახაობა დახვდა. ოთახში ყველგან ეყარა
წყალცარიელი ყუთებით, ირგვლივ კი გახრწნილი ხორცის მძიმე სუნი ტრიალებდა. იატაკზე ეყარა სისხლში ამოსვრილი ბალიშები და ლოგინის თეთრეული, ხოლო წიგნების კარადაზე იდო შპრიცი, რომელიც უცნობი მოყვითალო სითხით იყო სავსე. კედლებზე და ავეჯზე ყველგან გაკრული იყო პორნოგრაფიული სურათები. ოთახის ერთ-ერთ კუთხეში ბავშვებისა და ქალების სისხლიანი ტანსაცმლის უზარმაზარი გროვა ეყარა. ტუმბოზე ორი ფეხსაცმლის ყუთი იდო, რომელშიც ათეულობით სხვადასხვა მოდელის მაჯის საათი იყო ჩაყრილი. მათ შორის კი მიმოფანტული იყო სამკაულები, ბეჭდები, ჯვრები, საყურეები და სამაჯურები. ჩაბნელებულ და დაბინძურებულ სააბაზანოში სასამართლო ექსპერტებს კიდევ ერთი შემზარავი სანახაობა ელოდათ. მათ აბაზანაში ადამიანის დანაწევრებული სხეული იპოვეს, ხოლო ნიჟარის ქვეშ მდგარ ვედროში ადამიანის ხელის ნაწილი და ბავშვის ჩონჩხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მომდევნო ოთახის ჩხრეკისას გამომძიებლებმა თეთრეული სათავსოში გოგონას მოჭრილი თავი იპოვეს, ხოლო ამავე ოთახში გათბობის რადიატორზე ხელბორბილით მიბმული უგონო მდგომარეობაში მყოფი შიშველი გოგონაც აღმოაჩინეს. მას ერთი ხელი მოტეხილი ჰქონდა, ხოლო მუცლის არეში დანით მიყენებული ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც ბინძური ნაჭრით იყო გადახვეული. სამართალდამცველებმა ხელბორბილი გახსნეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში ექიმების დახმარებით გოგონა გონზე მოვიდა. ის რამდენიმე თვის წინ გაუჩინარებული 15 წლის ოლგა გალცევა აღმოჩნდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა გოგონამ შეძლო გამომძიებლებს მოუყვა თუ როგორ აღმოჩნდა პიონერის ქუჩის 53 კორპუსის 357 ბინაში და რა საშინელება გადაიტანა იქ ყოფნის პერიოდში. მისი თქმით 1996 წლის 24 სექტემბერს ის, ანასტასია ბურნევა და ევგენია ბარაშკინა, რომლებიც იმავე საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სადაც თავად იმყოფებოდა, ახლომდებარე მაღაზიაში ჩავიდნენ, რათა პლეერისთვის ელემენტები ეყიდათ. მაღაზიაში მათ ხანში შესული ქალი მიუახლოვდა, რომელმაც თავაზიანად სთხოვა, მის ბინაში გაჰყოლოდნენ და ჩაკეტილი კარის გაღებაში დახმარებოდნენ. გოგონებს ქალი შეეცოდათ და 4-ვე ერთად პიონერის ქუჩის 53 კორპუსის მე-9 სართულზე ავიდნენ. სანამ ისინი 357 ბინის კარის გაღებას ცდილობდნენ, მოულოდნელად კარი შიგნიდან ახალგაზრდა მამაკაცმა გააღო და გარეთ გამოვიდა. მასთან აგრესიული ძაღლი ახლდა, რომელიც გოგონებს უყებდა. ქალი უხმოდ შევიდა ბინაში, ხოლო მამაკაცმა გოგონები ძაღლით დააშინა და ბინაში შესვლა უბრძანა. მან გოგონებს უთხრა, რომ ის ალექსანდრეს პესივცევი იყო. შემდეგ კი ისინი ბინაში მდებარე ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. თავად ცოტა ხნით გავიდა და უკან შპრიცით დაბრუნდა, რომელშიც მისი თქმით დამომშვიდებელი პრეპარატი იყო. გოგონები ძალიან შეშინებულები იყვნენ, განსაკუთრებით ევგენია ბარაშკინა, რომელიც გამუდმებით ტიროდა. როდესაც პესივცევმა ატირებული გოგონასთვის ნემსის გაკეთებას სცადა, 13 წლის ანასტასია ბურნევამ მეგობრის გადარჩენას სცადა და მას თავში დარტყმა დაუპირა. ამის საპასუხოდ პესივცევმა დანა ამოიღო და ანასტასიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა. მისი მოკვლის შემდეგ პესივცევმა გოგონებს დანა და ხერხი მისცა და უბრძანა, მოკლული გოგონა დაენაწევრებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მოკლით დაემუქრა. როდესაც გოგონებმა მეგობრის სხედარი დაანაწევრეს, პესივცევის დედამ ღამით სხეულის ნაწილი სახლიდან ვედროებით გაიტანა, ხოლო დარჩენილი ნაწილით წვნიანი მოამზადა. დედაშვილის პესივცევები გოგონებს აიძულებდნენ მათთან ერთად მეგობრის ხორცისგან მომზადებული საკვები ეჭამათ, ხოლო მორჩენილ ძვლებს ძაღლს აჭმევდნენ. ტყვეობაში მყოფმა გოგონებმა 357 ბინაში მთელი თვე გაატარეს. ამ პერიოდის განმავლობაში პესივცევი მათზე სისტემატურად ზალადობდა, აწამებდა და სასტიკად სცემდა. 1996 წლის 18 ოქტომბერს ევგენია ბარაშკინა მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. გადარჩენილი გოგონას თქმით, მომდევნო 3 დღის განმავლობაში პესივცევი ცხედარს არ ეკარებოდა და ფანჯარას ღიას ტოვებდა, რადგან მისი წარმოდგენით სულს სხეული უნდა დაეტოვებინა და ფანჯრიდან გაფრენილიყო. 3 დღის შემდეგ მან ოლგას უბრძანა გარდაცვლილი მეგობრის სხეული დაენაწევრებინა, ხოლო დედას ნეშტის დამარხვა დაავალა. ოლგას თქმით, ბინაში პერიოდულად პესივცევის დაც მიდიოდა. ის ყველაფერს ხედავდა, თუმცა ძმის შეჩერება და გოგონების გადარჩენა არც კი უცდია. ამ საზარელი ამბის მოყოლიდან რამდენიმე დღეში ოლგა გალცევა ექიმების მცდელობის მიუხედავად მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ალექსანდრეს პესივცევი გაქცევიდან 2 დღის შემდეგ დააკავეს. დაკავების შემდეგ ის მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არ უარყოფდა, თუმცა მთელი პასუხისმგებლობის ფსიქიატრებზე გადატანას ცდილობდა და ამტკიცებდა,
რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საჭირო მკურნალობაზე მას უარი უთხრეს. მას არც დედის ხსენება დავიწყებია. პირველივე დაკითხვაზე განაცხადა, რომ დედა მსხვერპლების სახლში შეტყუებაში, მათი ცხედრების დანაწევრებასა და შემდეგ კვალის დაფარვაში ეხმარებოდა. გარდაცვლილი ოლგა გალცევასა და საკუთარი შვილის ჩვენებების საფუძველზე მილიციამ იმავე დღეს დააპატიმრა ლუდმილას პესივცევი. ალექსანდრეს პესივცევის პიროვნების გადამოწმებისას გაირკვა, რომ ის 1970 წლის 1 მარტს იყო დაბადებული. ყოველ შემთხვევაში სწორედ ეს თარიღი მიუთითა მისმა დედამ ლუდმილამ, როდესაც შვილს დაბადების მოწმობა აუღო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს მან ბავშვის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ გააკეთა. ქალმა სახლში იმშობიარა და ბავშვი ცხოვრების პირველი წლების განმავლობაში ექიმთან ერთხელაც არ მიუყვანია. არსებობდა ვერსიაც, რომ შესაძლოა ალექსანდრე საერთოდ მისი შვილი არ იყო და ბავშვი ლუდმილას ქუჩაში ჰყავდა ნაპოვნი, რომელსაც საკუთარ შვილად ასაღებდა. ალექსანდრეს ძირითადად დედა და უფროსი და ნადეჟდა ზრდიდნენ, რადგან მამა ბევრს სვამდა და ხშირად ფიზიკურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე. საბოლოოდ კი ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად. როდესაც ალექსანდრე 4 წლის გახდა, პესივცევები ნოვოკუზნეცკის ცენტრში პიონერის ქუჩის 53 კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე 357 ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სწორედ იმ ბინაში, რომელიც მოგვიანებით ალექსანდრეს პესივცევმა წამების ადგილად აქცია. ალექსანდრე სუსტი ბავშვი იყო, მას ცუდი მხედველობა ჰქონდა, აწუხებდა ძლიერი თავის ტკივილები და ხშირად ავადმყოფობდა. ამის გამო ლუდმილა შვილზე ზედმეტადაც კი ზრუნავდა, რაც დროთა განმავლობაში ავადმყოფურ ჰიპერმზრუნველობად გადაიქცა. დედა-შვილის უცნაური ურთიერთობის შესახებ ხმებიც კი დადიოდა. ამბობდნენ, რომ ალექსანდრეს 12 წლამდე დედასთან ერთად ერთ საწოლში ეძინა. ლუდმილა შვილს ეზოში მარტო თანატოლებთან თამაშის უფლებას არ აძლევდა. ის მუდამ მასთან იყო და ეზოში სხვა ბავშვებთან ნებისმიერი კონფლიქტის დროს მის მხარეს იჭერდა და იცავდა. მაშინაც კი, როდესაც ალექსანდრე აშკარად დამნაშავე იყო. 7 წლის ასაკში პესივცევი იმ სკოლაში შევიდა, სადაც მისი დედა სამეურნეო ნაწილის გამგედ მუშაობდა. კლასში იგი თითქმის არავისთან ურთიერთობდა, საშუალოდ სწავლობდა, შეშვენებებზე კი დედის კაბინეტში იჯდა. მერვე კლასში ალექსანდრე სკოლაში რადიო დეტალების ქურდობაში დაადანაშაულეს. როგორც ყოველთვის ის დედამ დაიცვა და პედაგოგიური საბჭო დაითანხმა, რომ მისი შვილი სკოლიდან არ გაერიცხათ, რათა არასრული საშუალო განათლება მაინც მიეღო. სასწავლო წლის ბოლოს სკოლიდან იმავე მიზეზით, რაშიც მის შვილს ადანაშაულებდნენ, თავად ლუდმილაც გაათავისუფლეს. ირონიულია, მაგრამ ლუდმილა მალევე დაიწყო მუშაობა სასამართლოში ადვოკატის თანაშემწედ, რაშიც მისი ქალიშვილი ნადეჟდა დაეხმარა, რომელიც იქ მდივნად მუშაობდა. ლუდმილას ხშირად სამსახურიდან სახლში მიჰქონდა სისხლის სამართლის საქმეების ფოტოალბომები, რომლებშიც ასახული იყო დანაშაულის ადგილები, მსხვერპლები, ბრალდებულები, სისხლიანი სცენები და სხვადასხვა საგამოძიებო მასალა. დედა და შვილი ამ შემზარავ ფოტოებს ერთად ათვალიერებდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ ოჯახებში ადამიანების საოჯახო ალბომებს. ფსიქოლოგების აზრით, სავარაუდოდ, სწორედ ამან ჩამოუყალიბა მის შვილს დანაშაულისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება. მისთვის დანაშაული აღარ იყო რაღაც საშინელი და მიუღებელი. პირიქით, ის მას ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილად აღიქვამდა. მოზარდობის ასაკში პესივცევი ძალიან პრობლემური ბავშვი იყო. ის რეგულარულად წვავდა მეზობლების კარის ზარებს, ამტვრევდა საფოსტო ყუთებს, იპარავდა გაზეთებს, მოგვიანებით კი ველოსიპედების ქურდობაზეც გადავიდა. ერთხელ, როდესაც მეზობელმა ქალმა ხმამაღალი მუსიკის გამო შენიშვნა მისცა, პესივცევმა მისი ბინის კარის საკეტში ასანთის ღერები ჩატენა და საკეტი გაუფუჭა. ყოველ ჯერზე, როდესაც მეზობლები მის შესახებ დედას საყვედურს ეუბნებოდნენ, დედა და შვილი მათ ცილის წამებაში ადანაშაულებდნენ, ზოგჯერ კი პირდაპირ სახეში აფურთხებდნენ. სასამართლოში მიღებული გამოცდილების წყალობით ლუდმილას კარგად ესმოდა სამართლებრივი პროცედურები და ხშირად სწორედ ამ ცოდნის დახმარებით იცავდა შვილს, რის შედეგადაც ალექსანდრეს თანდათან გაუჩნდა განცდა, რომ სრულიად ხელშეუხებელი იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ დედისა და დის მხარდაჭერის პირობებში მას ვერავინ შეეხებოდა. დროთა განმავლობაში კი ამ რწმენამ საზარელი ფორმა მიიღო. 1988 წელს პესივცევი პირველად მოექცა მილიციის ყურადღების ქვეშ. ის ქურდობისთვის დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა სასჯელის თავიდან აცილებაში მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაეხმარა. სასამართლოს ხდომაზე ის თავს კისოსებს ურტყამდა და ყვიროდა, რომ ციხეში წასვლა არ სურდა. ამის გამო ფსიქიატრებმა იგი შეურაცხადად ცნეს და შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო სასამართლომ ნოვოკუზნეცკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პესივცევი სხვა პაციენტებზე ფიზიკურად
ძალადობდა. კურნალობაზე უარს ამბობდა და წამლებს არ იღებდა. 9 წლის შემდეგ კი კლინიკიდან გაიქცა. იმ დროისთვის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაქცეული პაციენტების ძებნას თითქმის არავინ ცდილობდა, რადგან რუსეთში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე სახელმწიფო ინსტიტუტები სხვა პრობლემებით იყვნენ დაკავებულნი. 1991 წელს სპესივცევმა 17 წლის ევგენია გოლესნიკოვა გაიცნო და მასთან ურთიერთობა დაიწყო. საწყისი რომანტიკული პერიოდი მათ ურთიერთობაში მალევე დასრულდა და სპესივცევმა გოგონას შეურაცხყოფა ცემა და მასზე ძალადობა დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მან გოგონას თავი გაუტეხა, რის გამოც ევგენია საავადმყოფოში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ ექიმებს უამბო, როგორ მიიღო დაზიანება, მათ მილიცია არ გამოიძახეს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ევგენიამ სპესივცევთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვეტა და საკუთარი ნივთების წამოსაღებად მასთან სახლში მივიდა. იმ დროისთვის სპესივცევი უკვე მარტო ცხოვრობდა, თუმცა დედა და და ხშირად აკითხავდნენ. როდესაც სპესივცევმა გაიგო, რომ ევგენიას მასთან დაშორება სურდა, ის ოთახში ჩაკეტა და ერთი თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდა, სცემდა სხეულზე სიგარეტის ნამწვებს აქრობდა და აშიმშილებდა. როდესაც გოგონა ერთი თვის განმავლობაში მშობლებს არ შეეხმიანა, მშობლები თავად მივიდნენ ალექსანდრეს ბინაში, მაგრამ კარი არავინ გაუღო. თავიდან მათი ფიქრეს, რომ სახლში არავინ იყო, თუმცა ყურადღებით მოსმენისას კარს მიღმა გოგონას ჩახშობილი ტირილი გაიგონეს. მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს მილიცია და კარი ძალით შეამტყვიეს. ბინაში ნანახმა გოგონას მდგომარეობამ ყველა შოკში ჩააგდო. ევგენია გულესნიკოვა უკიდურესად დაუწყურებული იყო და მოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო, ხოლო მისი სხეული მძიმე დაზიანებებით იყო დაფარული. საავადმყოფოში მან მოუასწრო ალექსანდრეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, თუმცა ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად ის მალევე გარდაიცვალა. მილიციამ ალექსანდრე დაუყოვნებლივ დააკავა. დაკავების შემდეგ სპესივცევი ამტკიცებდა, რომ გოგონას სიკვდილში მას ბრალი არ მიუძღოდა. მისი თქმით პირიქით დახმარებას ცდილობდა, რადგან ევგენია ავად იყო და მას უბრალოდ სახლში მკურნალობა სურდა. სპესივცევს სხეულის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდება წაუყენეს. მას კვლავ თავდადებით იცავდა დედა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი გოგონაზე ზრუნავდა და მისი გადარჩენა სურდა. თუმცა ამჯერად მისმა დაცვის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც წინა შემთხვევაში, საბოლოოდ საქმე სასამართლომდე არც მისულა, რადგან სპესივცევი კვლავ შეურაცხა და ცნეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 3 წლით გააგზავნეს, ხოლო გამოძიება შეჩერდა. თუმცა ფსიქიატრიულიდან გაწერამდე ჩატარებულმა ახალმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იგი სრულად აცნობიერებდა საკუთარ ქმედებებს და მათ შედეგებს. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მას ესმოდა, რომ ადამიანს აწამებდა, რომ მისი ქმედებების შედეგად მსხვერპლი შესაძლოა გარდაცვლილიყო და საჭიროების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეეძლო. სწორედ ამიტომ იგი შერაცხადა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მატარებელ პირად ცნეს. თუმცა ფსიქიატრიულიდან გაწერის შემდეგ სამართალდამცველებმა იგი არც იზოლატორში დააბრუნეს და არც გამოძიება განაახლეს მის წინააღმდეგ. შედეგად კი სპესივცევი კვლავ თავისუფლად დაბრუნდა სახლში. 1996 წლის თებერვალში სპესივცევმა 21 წლის ელენა ტრუნოვა გაიცნო და საკუთარ ბინაში სტუმრად დაპატიჟა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ მან ელენასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო, რადგან ფსიქიატრიულ განყოფილებაში გაკეთებული პირსინგის შედეგად ინფექცია განუვითარდა და სასქესო ორგანოზე ღია და ჩირქებული ჭრილობა ჰქონდა. ამის შემდეგ ელენამ მისი მამაკაცური შესაძლებლობების შესახებ დამცინავი კომენტარი გააკეთა. დაცინვამ სპესივცევი გააცოფა. მან სამზარეულოს დანაიღო და გოგონას გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც ელენა ტრუნოვა ადგილზე გარდაიცვალა. სპესივცევის თქმით იმ საღამოს მასთან დედა მივიდა. მან ყველაფერი უამბო და ცხედრის მოშორებაში დახმარებას თხოვა. შემდეგ კი დასაძინებლად წავიდა. ლუდმილამ გოგონას სხეული დაანაწევლა. ნაწილ-ნაწილვე დროებით გაიტანა ბინიდან და მიტოვებულ ადგილზე დამარხა. ფსიქოლოგების აზრით, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ჩამოყალიბდა სპესივცევის მოქმედების ხელწერა. ტრუნოვას მკვლელობის შემდეგ მან მიზანმიმართულად დაიწყო მსხვერპლებზე ნადირობა, მათი ბინაში შეტყუება და იქ ანგარიშწორება. საკუთარ საცხოვრებელს იგი ნამდვილ ბუნაგადაღი ჰქონდა. ადგილად, სადაც მისი წარმოდგენით ეს სისხლიანი რიტუალი უნდა განეხორციელებინა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანები ნებაყოფლობით გაჰყოლოდნენ. ამით საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ ნებისმიერი ადამიანის დარწმუნება შეეძლო, რადგან ამისთვის საკმარისი ქარიზმა და ადამიანებზე ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდა. სპესივცევმა გამომძიებლებს უამბო, თუ როგორ შეიტყუა 1996 წლის აპრილში ბინაში 7 მოზარდი, რომელთაგან 5 ბიჭი და 2 გოგონა იყო. არც ერთი მათგანი
14 წელზე უფროსი არ ყოფილა და მისი ვარაუდით ბავშვები უსახლკაროები იყვნენ. სპესივცევმა მათ სიგარეტი მოაწევინა და შესთავაზა. მის მიერ შერჩეული ბინა ერთად გაეკურდათ. ასე აღმოჩნდნენ მოზარდები სპესივცევის ხაფანგში. მან 7-ვე მოკლა. შემდეგ ცხედრები დერეფანში ერთმანეთზე დააწყო და ზემოდან ნაჭერი გადააფარა. დედის მორიგი სტუმრობისას კი დედაშვილმა ცხედრები დაანაწევრეს. ნაწილით ლუდმილამ წვნიანი მოამზადა. დანარჩენი კი ღამით ნაწილ-ნაწილ ვედროებით გაიტანა ბინიდან. ნაწილი მდინარეში გადაყარა, ნაწილი კი უკაცრიელ ადგილზე დამარხა. ამ საზარელი დანაშაულებიდან მალევე სპესივცევმა მორიგი საზარელი დანაშაული ჩაიდინა. ამჯერად მისი მსხვერპლი 4 ბავშვი გახდა, რომელთაგან ყველაზე პატარა მხოლოდ 9 წლის იყო. ალექსანდრე სპესივცევს 19 მკვლელობაში წაუყენეს ბრალი, საიდანაც მან 15 მკვლელობა აღიარა, თუმცა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენება უკან წაიღო. მის ბინაში აღმოჩენილი 82 წყვილი მოზარდისა და ბავშვის სისხლიანი ტანსაცმლის საფუძველზე გამოძიება ვარაუდობდა, რომ სპესივცევს 82-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა მოგლული. გამოძიება მისი მსხვერპლების ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ შეძლო, რადგან ბინაში აღმოჩენილ ბიოლოგიურ კვალს რთული გენეტიკური ექსპერტიზა სჭირდებოდა, ხოლო იმ დროისთვის გამოძიებას ამისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა. დაკავებიდან 1 წლის შემდეგ 1997 წლის ოქტომბერში სპესივცევს პირველი განაჩენი გამოუტანეს ყოფილი მეგობარი გოგონას, ევგენია გულესნიკოვას მკვლელობისთვის. ფსიქიატრიული დასკვნის მიხედვით დანაშაულის ჩადენის დროს მას ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა. შესაბამისად სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესის პარალელურად მას ახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზებიც უტარდებოდა. ფსიქიატრები ცდილობდნენ გაერკვიათ მისი დანაშაულების მოტივი. თავად სპესივცევი კი მათ არწმუნებდა, რომ ყველა მკვლელობა კეთილი მიზნით ჰქონდა ჩადენილი. თითქოს სამყარო უნდა დაეცვა უსახლკარო ბავშვებისგან, მეძავებისგან და მისი სიტყვებით ყოველგვარი ნაძირალებისგან. მას სჯეროდა, რომ ამ გზით შეეძლო სხვა ადამიანების სიცოცხლის განკარგვა და თითქოს უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა ადამიანები ერთგვარ განსაცმენდელში გაეტარებინა. სპესივცევის დანაშაულების გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში გამომძიებლებმა ევგენია გულესნიკოვას მკვლელობის გარდა მისთვის მხოლოდ 4 მკვლელობის დამტკიცება შეძლეს. 13 წლის ანასტასია ბურნევას, 13 წლის ევგენია ბარაშკინას, 15 წლის ოლგა გალცევასა და 21 წლის ელენა ტრუნოვას მკვლელობების. ალექსანდრე სპესივცევის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმის მასალებში მრავალი შემზარავი ფაქტი იყო ასახული, თუმცა მათზე საჯაროდ არ საუბრობდნენ. გაურკვეველი მიზეზით განსაკუთრებით ცდილობდნენ არ ეხსენებინათ კანიბალიზმის ეპიზოდები და ის გარემოება, რომ ადამიანის სხეულის ნაწილებით ძაღლსაც კვებავდნენ. ეს ინფორმაცია საქმის მასალებში არსებობდა, მაგრამ სასამართლო განხილვისას მას მხოლოდ ზედაპირულად ეხებოდნენ. ახალი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ სერბსკის სახელობის ინსტიტუტის ფსიქიატრებმა სპესივცევი ფსიქიკურად დაავადებულად მიიჩნიეს და 1999 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე გააგზავნეს. სასამართლოს წინაშე წარს დგა ასევე ალექსანდრეს დედაც 60 წლის ლუდმილა სპესივცევი. ქალმა არ უარყო, რომ თავად მიჰყავდა შვილთან მისი მომავალი მსხვერპლები. შემდეგ კი მათ გვამებს ანაწევრებდა და მდინარეში ყრიდა ან მარხავდა. სერიული მკვლელის დედა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობებში დამნაშავე ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობდა გარდაცვლილი ოლგა გალცევას ჩვენება, რომლის მიხედვითაც ალექსანდრეს დანადეჟდა დედის მსგავსად რეგულარულად მიდიოდა მკვლელის ბინაში და მისი დანაშაულების შესახებ ყველაფერი იცოდა. თავად ნადეჟდა ამტკიცებდა, რომ გოგონები მხოლოდ ერთხელ ნახა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი გარემოების გამო მისი სიტყვები საეჭვოდ გამოიყურებოდა და ბევრი ფიქრობდა, რომ მასაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღო და სულ მცირე ამ დანაშაულების დაფარვაში, მის წინააღმდეგ საქმე არც კი აღძრულა და ბრალიც არ წაუყენებიათ. 2008 წელს ლუდმილა სპესივცევი კოლონიიდან გათავისუფლდა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ქალიშვილთან ერთად ქალაქ ოსინიკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში ცხოვრობდა. თავისუფლებაზე გამოსვლისთანავე მან შვილის საქმის გადახედვა მოითხოვა და მისი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გათავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. ასევე ბინა, რომელშიც მისი ხელშეწყობით მისმა შვილმა მრავალი საზარელი დანაშაული ჩაიდინა, მის საკუთრებაში იყო და 2013 წლის ივნისის ბოლოს მან და ნადეჟდა მიქ დაბრუნებას ცადეს. თუმცა ქალები მეზობლებმა იცნეს, მათი ნივთები დაამტვრიეს და თავადაც ფიზიკური ანგარიშ
სწორება დაუპირეს. დედაშვილი მეზობლების რისხვისგან მხოლოდ მილიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ჩარევა მიხსნა. ამ ინციდენტის შემდეგ ნოვოკუზნეცკის პრესაში ატეხილმა აჟიოტაჟმა სპეცივცევების ოჯახის მიმართ ინტერესი კვლავ გააძლიერა. მას შემდეგ როგორც კი გავრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუდმილა და ნადეჟდა რომელიმე ახალ დასახლებაში დასახლდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა დაუყოვნებლივ მოითხოვდა მათ იქიდან გაძევებას. ალექსანდრე სპეცივცევი ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში მდებარე სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი გათავისუფლების რეალური შანსი პრაქტიკულად არ არსებობდა, თუმცა ნოვოკუზნეცკის მცხოვრებლებს მაინც ეშინოდათ, რომ ის ოდესმე თავისუფლებაზე აღმოჩნდებოდა. საზოგადოების ზეწოლის შედეგად კუზბასის ყოფილი გუბერნატორი ამან ტულეევი მრავალი წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ ოფიციალურ მოთხოვნას აგზავნიდა სერიული მკვლელის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. 2024 წლის მაისში ალექსანდრე სპეცივცევის საქმე კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გამოძიება მისი დანაშაულების გამოძიება განაახლა და გამომძიებლები ისევ დაბრუნდნენ მის ბინაში. მათ იატაკი აყარეს და მთელი ბინიდან აიღეს ნიმუშები. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ექსპერტებმა შეძლეს იქ აღმოჩენილი დნმ-ის გამოყოფა და მონაცემთა ბაზაში არსებულ ნიმუშებთან შედარება. ამავე პერიოდში გამოჩნდა მოწმე, ბიჭი, რომელმაც ოდესღაც სპეცივცევის ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა. საბოლოოდ გამოძიებას ხელთ ჰქონდა ექსპერტიზის შედეგები, თავად სპეცივცევის ჩვენებები და გადარჩენილი მოწმის მონათხრობი. გამოძიებამ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც 15 ეპიზოდს მოიცავდა. იმავე წელს სასამართლომ საქმე განიხილა და ალექსანდრე სპეცივცევი ყველა ეპიზოდში დამნაშავე ცნო. თუმცა იგი კვლავ შეურაცხადად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დატოვეს. ამის შემდეგ საზოგადოება შედარებით დამშვიდდა, რადგან თუ ალექსანდრე სპეცივცევი ოდესმე ფსიქიატრიულიდან გათავისუფლდებოდა, მას დაუყოვნებლივ ციხეში გადაიყვანდნენ, საიდანაც ვეღარასდროს გამოვიდოდა. ამ დროისთვის ალექსანდრე სპეცივცევი კვლავ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფება. იგი ხელსაქმით არის დაკავებული, წერს ლექსებს და რეგულარულად იღებს ინვალიდობის პენსიას. ამ თანხის ნაწილს ტკბილეულზე ხარჯავს, ნაწილს კი დედას უგზავნის, ქალს, რომლის გარეშეც სავარაუდოდ იმ საზარელი დანაშაულების უმრავლესობის ჩადენას ვერ შეძლებდა.